ის მე უნდა ჩაქცე. აუცილებლად. Всё. დღეს ჩვენ ყველამ ერთად კარგად ვნახეთ თუ რა ბინზური საშინელი კადრები გაავრცელეს ტელეკომპანია იმედმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, პირველმა არხმა. ეს არის საშინელი ცილიმსწამებლური და მკრეხელური კადრები. და რაც ყველაზე ამაღელვებელია და აღმაშფოთებელია, ყველა ის კრიმინალი, რაც დღეს ხდება აი ამ ციხეში, დააბრალეს და ცდილობენ დააბრალოს ჩემს სიმამრეს, რომელიც არის პირადად მიხეილ სააკაშვილის მძევალი. რომელ ქვეყანაში გინახავთ თქვენ, რომ პატიმარს, პოლიტპატიმარსთანაც ეს ადამიანი მე შეგახსენებთ რომ დაპატიმრებული არის დაახლოებით უკვე 11 თვის წინ. კერძოდ მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლისთან დაკავშირებით, ის დააკავეს 11 ოქტომბერს, მას კერძოდ ჩაუდეს ავტომატი და პოლიციის გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა კრიმინალს, ქურდებს, ამას დღეს აბრალებენ საშინელებას, რომელსაც თვითონ ეს ხელისუფლება ჩასდის. და მე მინდა აქვე გავაკეთო სპეციალური განცხადება, დღეს ჩემი სიმამრის სიცოცხლე არის საფრთხეში. ამიტომ თუ რაიმე მოხდება, პირადად დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილს. რა ინფორმაცია უნდა ქონოდა თავისთავად ცხადი იყო, როდესაც როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა 11 ოქტომბერს მისი სიმამრი დააპატიმრეს სრულიად აბსურდული ბრალდებით. ეს მაშინვე შეფასდა როგორც პოლიტიკური დაპატიმრება და იგი არის პოლიტიკური პატიმარი. ამაში ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად გვილაპარაკია. რაც შეეხება დღევანდელ ამბავს, მე მგონი პოლიტიკური შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლეს. მე მინდა მოუწოდო ყველას, ვისაც შეუძლია აი ამ შენობაში შესვლა, ჩვენს უკან შენობაში შესვლა. სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დღესვე დაინტერესდნენ მისი მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგანაც ამ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი ფაბრიკაცია განახორციელა და ასეთი კადრები აუშვა, რომელსაც სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს, თავისუფლად შეუძლია რაღაცა დაუშავოს მას. ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს აუცილებლად. მივმართავთ ყველას უმორჩილესი თხოვნით, ახალგაზრდებს, უფლებადამცველებს, რომ ხვალ 12 საათზე სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან შევიკრიბოთ, სადაც დავაყენებთ საკითხს მინისტრის პასუხისმგებლობისა და ასევე დავაყენებთ ყველა იმ პირის დასჯის საკითხს, რომლებიც მონაწილეობდნენ წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ ადამიანების წამებაში. ის ვიდეო კადრები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ჩვენთვის არ იყო სიახლე ის რაც ამ კადრებში ხდება. უბრალოდ დღეს ჩვენ დავინახეთ ამის, ასე ვთქვათ, ვიზუალური მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, რა კი ეს მტკიცებულება გვაქვს და თუ ავწდები კადრში ფიგურირებს 20 თუ მეტი არა ციხის თანამშრომელი, აუცილებლად უნდა დაესაჯონ ეს ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები არის დაბალი რგოლი, ასე ვთქვათ, ქვედა რგოლი და აუცილებლად უნდა დადგეს მინისტრ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. სასწრაფოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან, ასევე უნდა გადააყენონ თანამდებობიდან ამ სისტემის ფუძის ჩამკრელი და შემომქმნელი ბაჩო ახალაია. ეს ვიდეო გადმომცა პირმა, რომლის ვინაობის დასახელების სურვილი არ მაქვს, მე მაქვს უფლება რომ არ ვთქვა ვინ გადმომცა ეს ვიდეო. ვიდეოში ასახულია ამ ციხეში მიღების, ახალი პატიმრების მიღების წყარებში ცერემონიალი. ციხეში ესეა, რომ როცა ახალ პატიმარს იღებ, უნდა დაანახო თუ რა მკაცრია ეს ციხე და უნდა აგზნობინო რომ რა ჯოჯოხეთში მოხდა და დაახლოებით აი ამას ვხედავთ ჩვენ, როცა სრულიად უდანაშაულო პატიმრებს, რომელსაც მიჯილი აქვს რაღაც გარკვეული ვადები და არ აქვს მიჯილი ცემა და წამება, ცემენ და აწამებენ მათ. ვიდეო მასალა, რომელიც მე ვნახე, ეს არის კატასტროფა, ეს არის საშინელება. მსგავსი მე ფილმებშიც კი არ მინახია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს ტრიალებს სრული უბედურება, ანარქია და ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის, რა საშინელებაც ხდება სასჯელ აღსრულებით დაწესებულებებში.